როდის გამოქვეყნდება კახეთის სტიქის შედეგად დაზარალებული ოჯახების სიები, რომლის მიხედვითაც მათ კომპენსაცია უნდა მიიღონ. კახეთის მოსახლეობა სიების გამოქვეყნებას და თანხის დარიგებას უკვე ელოდება და მის დროულად გაცემას ითხოვს. პარალელურად ხმაური იყო დღეს თელავის გამგეობასთან, სადაც სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო კომისიამ ზარალის ზუსტად არ დათვალა და ისინი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ და კახეთიდან პირდაპირ ეთერში ახლა რატი ხვისტანი ჩაგვერთვება, რატი გისმენთ. თელავში დღეს მოსახლეობა რამდენიმე ადგილას შეიკრიბა სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის ერთი ნაწილი თელავის გამგეობაში მივიდა და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულება მოთხოვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გასცა დაპირება იმის შესახებ, რომ არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდებოდა, თუმცა ახლა მოსახლეობის თქმით სახელმწიფო კომისიამ ზარალი არასრულად დათვალა და შესაბამისად ანაზღაურებაც არაზუსტი იქნება. მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ქართულ ბანკის თელავის ფილიალთან იმ სიის გამოქვეყნებას ელოდებოდა, რომლითაც მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დღეს ამ სიის გამოქვეყნება ვერ მოესწრება. უფრო დეტალურად თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები დღეს თელავში, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტში. არ გეკუთვნით 20 მიასეძე, 15 მიასეძე, იქ გარკვევთ, არ გამოარკვევთ და გვირიდებენ თავს. მაური იყო დღეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. სოფელი ვარდისუბნისა და რუისპირის სტიქი დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციების დარიგებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით ისინი ახალი კომისიის მიერ შედგენილ სიაში ვერ მოხვდნენ. მიზეზების გარკვევას მოსახლეობა გამგებლის მოადგილესთან შეხვედრაზე ცდილობდა. 4700 ლარებს იყო დაპირებული. მეც და მე მგონი სულ ყველამ ხმა მივეცით, იმიტომ რომ ჩვენა ვართ გაჭირვებული ხალხი, წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო, ჩვენი საქმე ესია და აღარც 4700 გამგებელი გვეუბნება, რომ თაღლითობაზე დაგიჭერთო და ჩვენ არა ვთაღლითობთ. ვითხოვთ იმას, რაც დაპირება იყო. მე ისა ბალი მედგა ალუბალი მობძანდით, შევამოწმეთ, კარტოფილი არა მომიღია. ჩემ ხელა ქვებით არის ჩემი ბოსტანის სავსე და ნაგვით. ვენახებზეა ყურადღება გამახვილებული. სოფლის კულტურა რაც არის, სიმინდი, ლობიო იყო თუ სხვა დანარჩენი პომიდორი საერთოდ რაც შედის, იმაზე არავის არაფერს არ აძლევენ, არა და იმ ბლანკებია თუ აქტებია, რაც შეავსებინეს, იმაში ყველა უბრალოდ ხეებიც კი წერია. ივანიშვილი ხალხს რო დაპირებებს აძლევდა, ერთი ხეც კი თუ გადაიმტვრაო და ისიც ჩაითვლებაო. ხეებიც იყო გადამტვრეული ჩემთან, ზედ იყო დაყრილი იმ სიმინდსა და ლობიოზე. ვფიქრობ, რომ ეგ იყო პიარი. აი უნდა გადავკეტოთ ის სოფლის გზა, არც იქით გაუშვოთ ხალხი და არც აქეთ, სანამდე სიმართლე არ გაიმარჯვებს და არ მოგვეცემა ის, რასაც ვთხოვობთ. ისინი კი ვინც სიაში მოხვდა და ანკეტაში ავსო დღეს დილიდან ისევ თელავში ბანკი ქართულ ოფისთან მივიდნენ. ადგილობრივები ბანკის თანამშრომლებისაგან ცდილობდნენ გაერკვიათ, როდის მიიღებენ კომპენსაციას. ქართულ ბანკში დილიდან ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა და როგორც მოსახლეობამ განაცხადა, ზარალის ანაზღაურების ვადებთან დაკავშირებით მათ პასუხი ვერ მიიღეს. სიები გადაეცემაო გამგეობებში იქნებაო და გამგეობებიო სოფლების მიხედვით თუ რიგითობის მიხედვით გაანაწილებენ კომპენსაციას. როდის კონკრეტული პასუხი არ გაუწია. მე მგონი დაიწყებენ, ახლა თქვენს დაიწყებენ გაცემას კომპენსაციების. საცამდე იმისა და ხალხმა კიდე ცოტა ხანი კიდე მოიწვის ალბათ რამდენიმე დღე. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ სოფლის რწმუნებულები სიებს სავარაუდოდ თვალისთვის მიიღებენ. ის შემდეგაც კომპენსაციების დარიგება ეტაპობრივად მოხდება. თავით ნაპირელის თქმით, კომისია მუშაობას აგრძელებს და თუ რომელიმე დაზარალებული გამორჩენილია, ის დამატებით სიაში მოხდება. დღეს ალბათ გადმოიგზავნება ალბათ უფრო ხვალისთვის. უფრო ხვალისთვის იქნება რწმუნებულებზე გადაცემული სიები, შესაბამისად რომელი ტერიტორიული ერთეულები მოხდება პირველ ეტაპში და რიგები და ეს გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, შესაბამისად მოვლენ ის ხალხი, რომლებიც იქნებიან ამ სიაში. კომისია აგრძელებს მუშაობას, თუ ვინმე გამორჩენილია, ჩვენ ამას ყველას კომისია განიხილავს ამ თვე პიროვნების საკითხს და თუ დადასტურდება და დაადასტურებს, რომ რეალურად ამ თვე პიროვნებამ მიიღო ზარალი, ის აუცილებლად შევა დამატებით სიებში და მიიღებს კომპენსაციას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ზარალის ასანაზღაურებლად ფონდმა ქართუმ 95 მილიონი ლარი გამოყო და ამ ეტაპზე კომპენსაციას კახეთის სტიქი დაზარალებული 28500 ოჯახი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კომპენსაციის აღების წესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობას აჟიოტაჟის შექმნის საფუძველი არ გააჩნია და მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ იმის შესახებ, თუ როდის ჩაერიცხებათ თანხა ანგარიშზე და წინასწარ ბანკში მისვლა საჭირო მოსახლეობისთვის არ არის.
ხალხო რატი ხვისტანი გვერდთვებოდა კახეთიდან პირდაპირ ეთერში